როცა საუბრობ, როცა გამოთქვა რაღაცას, ფაქტობრივად ხდება განტვირთვა, კატარსისი. ის ცუდი ენერგია, ემოციის მიაქვს სიტყვებს. ამიტომ პოეზია კურნავს. წერალი, რომელიც წარმოიდგინეთ, ვიქტორ ჰიუგო კუზიანი იყო. და ამ შესანიშნავ რომანში, ხო, როგორ აღწერა ეს კუზიანის განცდა კვაზიმოდოს. ფაქტობრივად მან ეს სცენა, შინაგანი სცენა თავისი გადმოიტანა გარეთ. უფრო დიდი აღიარება მოიპოვა, ვიდრე მას ალბათ ეგონა, რომ მე არასრულფასოვნების გამო არ ვარ ღირსი სიყვარულის. სიტყვა აზროვნების შეცვლის საშუალებაა. ფსიქოთერაპევტის მიზანია სიტყვის საშუალებით შეცვალოს უარყოფითი შინაგანი დიალოგი. ჩვენ ყველას გვაქვს შინაგანი დიალოგი. ჩვენ ყველა ადამიანში ზის შინაგანი სოკრატე. სოკრატესეული დიალოგი ეს არის, როდესაც კითხვებს ვაო. წავიდე, არ წავიდე, მიყვარს, არ მიყვარს ეს. ზოგი ამას გაურბის. ძალიან ცუდია. ზოგი თვლის, რომ ეს ფსიქიკური გადახრა, შენ თავის თავს ელაპარაკები, როცა. ცოტა ხო არ. მაგრამ ეს არ უნდა დაითრგუნოს შინაგანი სოკრატე, უნდა ყოველთვის ცოცხლობდეს. ის, ვინც კითხვებს ვავს. მაგრამ ზოგჯერ ეს დიალოგი გაუკუღმართებულია. მაგალითად, ადამიანი თუ სერია ჰქონდა მარცხის, ის თვლის, რომ ის არარაობაა. არარაობა ვარ. ვინ დაასკვნა ეს, ხო? შენ ამაში ეხმარები, რომ არარაობა კი არა, ბევრი სირთულე გაქვს, ბევრი მარცხი განიცადე, მაგრამ ამას დაძლევ, ეგ უკვე სხვა არის. ანუ ამით სიტყვის საშუალებით იცვლება დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ და სხვების მიმართ.